სალამი ხალხო, როგორ გიკითხოთ, როგორ ხართ, როგორ გაატარეთ ეს 2 დღე, იმიტომ რომ კვირას უკვე ჩავწერე ვიდეო და დავდე და ეხა სამშაბათია პრინციპში და დიდი არაფერი არ მოხდებოდა ალბათ თქვენ ცხოვრებაში ამ ერთ დღეში, მაგრამ ნუ მაინც როგორ ხართ? ხო ხართ კარგად. მე ახალი ამბავი მაქვს, როგორც ხედავთ, ახალ სამყოფელში ვიმყოფები. და ჯერჯერობით ძალიან მომწონს რა და შემდეგ ვიდეოებში უფრო და უფრო კარგად ავითვისებ ამ სივრცეს და უფრო კარგ ვიზუალებს შემოგთავაზებთ ვიდრე ეს ახლა პირველ ჯერზე რაც გამოვიდა რა თორე ისე მშვენიერია მე ძალიან მომწონს ეს სივრცე დამითმო ინდი სტუდიომ დიდი მადლობა მათ ამისთვის ეს არის ასე იგი ინდი casting app ეგრე ქვია ეს არის მსახიობებისთვის და casting მენეჯერებისთვის შექმნილი აპლიკაცია სადაც მსახიობები ტვირთავენ თავის პორტფოლიოს ხოლო casting მენეჯერები ნახულობენ შესაბამის მსახიობებს რეკლამებისთვის ფილმებისთვის და ნებისმიერი აუდიოვიზუალური მასალებისთვის და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამ ხალხს რომ აბსოლუტურად უსასყიდლოდ დამითმეს სტუდია მოკლედ თქვენს ტელე, smartphone ან ლეპტოპის ეკრანებზე მაუწყებლობს არხი მეთოდი, YouTube არხი მეთოდი, ეს არის კინო ამბები და დღეს მოგიყვებით ბოლო კვირის განმავლობაში არსებულ ახალ ამბებს კინოში. პირველ რიგში სანამ დავიწყებთ გეტყვით რომ გამოიწეროთ არხი და ალაიქოთ ვიდეო, გაუზიაროთ თქვენს კინო მოყვარულ მეგობრებს, ან თუ ყავთ მეგობრები, რომლებსაც კინო არ უყვართ, გაუზიარეთ მათ, ეგება უფრო შეუყვარდეთ, ან შეუყვარდეთ პრინციპში. მოდი დავიწყოთ, ბარემ. არ გავაგრძელებ დიდხანს შესავალს. პირველი ამბავი ესე იგი, ბეჭდების ბრძანებლის მოყვარულებისთვის არის ასეთი ახალი ამბავი, როგორც პრინციპში საფხულის დასაწყისში გავიგეთ, ესე იგი, ბეჭდების ბრძანებლის ახალი ფილმების სერია იგეგმება, პირველი იქნება გოლუმზე, რომელიც გამოვა 2027 წელს და რაც თავარი არის ის, რომ ამ ფილმში ითამაშებს კი არა და გამოჩნდება გენდალფი და ფროდო. ეს ყველაფერი თითქმის დაზუსტებით არის ცნობილი. ესე იგი ფილმს იღებს თვითონ გოლუმი, ანუ გოლუმს ვინც ახმოვანებს ის ადამიანი, ენდი სერკისი და ვერ ვიტყვი ენდი სერკისი, მაგრამ მაინც კარგი რეჟისორია, მაგრამ ამ ყველაფერზე ისაზღვრებს, რომ თვითონ პიტერ ჯექსონია პროდიუსერი რა და დებილობას არ გააკეთებინებს, რა თორე თვითონ ენდი სერკისს აქვს გადაღებული ვენომის სიკველი ძალიან ცუდი. მე კიდევ რაღაც მანამდე უბრალოდ რაღაც კიდევ მულტფილმივით ფილმი აქვს გადაღებული და დიდი არაფერი მოკლედ ამ ხრივ დიდი მოლოდინი არ მაქვს, მაგრამ რახან პიტერ ჯექსონი დგას თავდებში და პროდიუსერია და სცენარზე ის მუშაობს, ამიტომ პრინციპში ველოდები რომ რაღაც საკაიფო ნამუშევარი დაიდება 2027 წელს. გადაღებები არ დაწყებულა 2026-ში იწყება გადაღებები მოკლედ და თვითონ იან მაკკელენმა თქვა ერთ-ერთ შეხვედრაზე რომ ვიქნებიო იქ კაროჩეო და ფროდოც იქნებაო რომ იცოდეთო ასეთი ამბებიაო მოკლედ ბეჭდების ბრძანებლის ლოტრის ფანებისთვის ძალიან კარგი ამბავი. შემდეგი ახალი ამბავი მოგეხსენებათ ოსკარების ცერემონია აღარ არის ისეთი საინტერესო უკვე დიდი ხანია რაც აი 2020 წელს რომ უბრალოდ 2021 წლის თებერვალში რომ კოვიდის გამო რაღაც საშინელი ძალიან მოსაწყენი ოსკარი ჩატარდა იმის მერე იკლებს და იკრებს ფაქტობრივად კი არის გამონათებები როგორიც იყო მაგალითად ბარბის დროს გოსლინგის სიმღერა და ასეთი რაღაცეები და ვილ სმიტმა რო დაარტყა კრის როკს ეგ იყო საინტერესო ბოლო 5 წლის ოსკარებზე ეს ორი ამბავი მეტი არაფერი თითქმის რა და ბოლო ოსკარები საერთოდ როგორც ცერემონია ძალიან უინტერესო იყო და ხო და ახალი ამბავი რა არის ხო სულ ის ამბავი იყო რომ ისედაც ღამე გადის და ისაც არ იცი სად უყურო. სულ უნდა იჩალიჩო რომ ოსკარების ცერემონიის პირდაპირ ეთერს, ამერიკის აკადემიის კინოდაჯილდოების პირდაპირ ეთერს უყურო ისე რომ არ იჩალიჩო რა და მოკლედ YouTube-ს სურს რომ იყიდოს უფლებები პირდაპირ ტრანსლაციის ჩვენებაზე. ოსკარების ტრანსლაციის რა. და რაც ძალიან მაგარი ამბავი, იმიტომ რომ დაეხმარება ეს ოსკარი, სადაც ზოგადად ოსკარი ძალიან მნიშვნელოვანია კინოსთვის, იმიტომ რომ აი შეჯამება წლის ბოლოა. ოღონდ იცოდეთ რომ ეს არ არის, ანუ ფესტივალი ცალკეა და პრემია ცალკეა, ანუ ოსკარები არის მაგიტომაც არის წლის ბოლოს, რომ აი ყველა ფესტივალები რო გაიარა, ყველა ფილმები რო ცნობილია, ეს არის აი წლის შეჯამება და მთავარი კინომოვლენაა მაინც რა, რაც არ უნდა თქვა. ნებისმიერ ყველა ვინც არის კინოსამყაროში, მათთვის ოსკარის მოგება არის ყველაზე დიდი პრესტიჟი საერთოდ კინოში რა.
და ეს ბოლო დრო რაღაც პოლიტიკური კორექტულობის გამო თუნდაც ზოგადად ცუდი მენეჯმენტის გამო ვერ არის იმდენად მაგარი როგორიც იყო ადრე რა თუნდაც 2000-იანებში 90-იანებში და YouTube-ზე ტრანსლაცია რაღაცნაირად გაზრდის მოთხოვნას კი არა და გაზრდის რაღაცნაირად უფრო მარტივად მისაწვდომი გახდება რა აი პირდაპირ YouTube-ზე ჩართა ვუყურებ და შეიძლება ამან რაღაცნაირად ხელი შეუწყოს თვითონ ამ ცერემონიის პოპულარობას ხო ასეთი ამბები შემდეგი ახალი ამბავი რომელიც პრინციპში ახალი ამბავი როგორც ასეთი არ არის უბრალოდ ცხელი თემაა და მეც მინდა რაღაც აზრი დავაფიქსირო რომ ესე იგი ვუდი ალენი გამოვიდა მოსკოვის კინოფესტივალზე უბრალოდ Zoom-ით ჩაერთო ერთ-ერთ პანელს თუ რაღაც ესეც რაღაც სოფლიო კინემატოგრაფის ლეგენდები იყო ეგეთი პანელი რომელიც საწარმოებდა რომელიც მიყავდა რუს რეჟისორს ფიოდორ ბონდარჩუკს და დიდი არაფერი რეჟისორი არ არის და მაგარი რეჟისორის შვილი კი არა მაგრამ თვითონ დიდი არაფერი რეჟისორი არა ჩემი აზრით და ამან ჩაატარა ესე იგი და მათ შორის ყველაზე ისეთი გახმაურებული იყო ვუდი ალენის იქ ყოფნა რა Zoom-ით ჩაერთო და ნუ არაფერი არ ვთქვამთ არც უკრაინის ომზე და არც არაფერზე საერთოდ რა და მე თქვა ამ პანელის მერე ცალკე ინტერვიუში თქვა რომ მე პუტინს არ ვეთანხმები საერთოდ უკრაინის ომი ჩემი აზრით არის საშინელება იქ რაც ხდება ეს არის რუსეთის ბრალი მაგრამ ხელოვნება ამ დიალოგის არქონით ვერაფერს კარგს ვერ მივახცევ თუ ანუ რა უნდა ვთქვა ახლა ამას ვუდი ალენს ანუ ძალიან არასწორი ნაბიჯია მისი მხრიდან მაგრამ ტიპი არის 99 წლის. ანუ და რეალურად ვინმე ამომავალს ან მაგალითად პირობითად ვინმე რა ვიცი ტარანტინო ან თუნდაც უფრო ახალგაზრდა მაგალითად პირობითად დენი ვილნიოვი რო წასულიყო ძალიან აბსურდი იქნებოდა და ძალიან ცუდი იქნებოდა რა აი მაგრამ აი 99 წლის კაცი ბაზარი არა თავის დროზე დიდი რეჟისორი რაღაც თუნდაც 70-იანებში 80-იანებში და ხო 70-იანებში ამის კარგი ფილმები რეალურად რა და იმის მერე რეალურად დიდი ფილმი არ გადაუღია რა არც მაშინ არ იღებდა მან და მაინც დიდ ფილმებს როგორც ასეც მაგრამ ნუ კაები იყო რა რაღაც ენი ჰოლი მანჰეტენი იგივე დამოვიცდა სიყვარული და სიკვდილი ქვია მგონი რო აშარჟებს დოსტოევსკის და ტოლსტოის ლიტერატურას და ნაპოლეონის თემები როა და ძალიან მაგარი ფილმია ძალიან მშვენიერი ფილმია რეალურად მასზე ასე ხელვა და ამდენი საუბარი იმაზე რომ რაღაც 99 წლის კაცი რაღაც რუსეთში ჩავიდა თან უნდა გავითვალისწინოთ მისი რაღაცნაირი ისეთი ტიპაჟი არა თან მისი შვილობილი მოიყვანა ცოლად ძალიან უცნაური იყო ეს ამბავი რავი და თავიდანვე ისედაც არ სარგებლობდა პოპულარულობით და ახლა წავიდა მოსკოვში რაღაც იდიოტობა გააკეთა არ მგონი ამის ასე დიდხანს გარჩევა და რაღაც ძალიან ღრმა ანალიზი და შეფასებები ღირდეს რა. შემდეგი ახალი ამბავი ესე გასულ კვირას გამოვიდა Peacemaker-ის მეორე სეზონი, დაიდო ერთ სერია. ძალიან მაგარია. მე ძალიან მომწონს. ჯეიმს განმა რო გადაწყვიტა რომ მის სამყარო იწყება და DC სამყაროს თავარი შოურანერია და დავაი რაღაც აუტსაიდერიდან დაიწყო და ჯერ Suicide Squad-ი გადაიღო და მე Peacemaker-ის პირველი სეზონი რომელიც მშვენიერია და ეს მეორე სეზონიც დიდი ალბათობით ძალიან კარგი იქნება მე ძალიან მომეწონა პირველი სერია ზოგადად Peacemaker-ი როგორც პერსონაჟი შემთვის ძალიან საინტერესოა რა და ჯონ სინაც პრინციპში მშვენივრად თამაშობს ანუ მშვენივრად არტფევს თავს რა ზუსტად ის ტიპაჟია რაც საჭიროა ამ როლისთვის და რაც თავარია მე ძალიან მომწონს როცა აუტსაიდერებზეა აქცენტი გადატანილი ყველაზე მაგარია საერთოდ და ჯეიმს განს ეგ ახასიათებს ზოგადად და რა შეიცვალა ეხა Peacemaker-ში ხო გვახსოვს ბოლო სეზონის კი არა და პირველი სეზონის ბოლოს ხდება Justice League ბეტმენი, აკვამენი, Wonder Woman-ი, ყველა Superman-ი მე ხო შეიცვალა ყველაფერი ხო გასაგებია რომ Ben Affleck-ი და Henry Cavill-ი აღარა ბეტმენი და Superman-ი აკვამენის ჯეისონ მომოა სხვა პერსონაჟს თამაშობს საერთოდ ითამაშებს ჯერ არ უთამაშია Wonder Woman-ი საერთოდ კიდევ კარგი აღარა Gal Gadot-ი Wonder Woman-ი და საშინელი Wonder Woman-ი იყო და ჯერ ხო რეალურად DC-EU-ს სამყაროში Justice League-ი ჩვენ არ ვიცით მაგრამ ვიცით Justice Gang-ი რომელიც Superman-ში გამოჩნდა და ამიტომ ასე შეცვალა რა სინამდვილეში просто ეს თემა შეცვალა პირველი სეზონის ბოლოს არის Justice League, მაგრამ სინამდვილეში უნდა იყოს Justice Gang და მეორე სეზონის პირველ სერიაში ეგ ჩანს. და ძალიან კარგია გირჩევთ 100%-ით просто.
როგორც იქნა დაიდო Good Boys ტრეილერი, რომელზეც მე ვისაუბრე წინა ვიდეოში. ესე იგი, ეს არის ისტორია ძაღლზე, რომელიც ხედავს რაღაც მოჩვენებებს და ცდილობს გააფრთხილოს მისი პატრონი, რომ ამ სახლში მოჩვენებებია, მაგრამ ვერ აფრთხილებს, იმიტომ რომ ძაღლია და უწევს თავისით ამ მოჩვენებებთან შერკინება რა. დაიდო ტრეილერზე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ზოგადად ტრეილერებს არ აკეთებენ რეჟისორები, ტრეილერებს აკეთებს მარკეტინგის ჯგუფი, ამიტომ ტრეილერით ფილმის შეფასება არ არის სწორი, მაგრამ ტრეილერი კიდევ ერთხელ გვაძლევს მიზეზს, რომ ამ ფილმზე ვილაპარაკოთ და რატომაც არა. მე მგონია, რომ ამ წლის ერთ-ერთი ყველაზე underrated ფილმი იქნება Good Boy. კარგი შეფასებები აქვს, ტომატებზე აქვს 95%, მაგრამ იგიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ როგორც წესი, როცა ასე წინასწარ კრიტიკოსები აფასებს რაღაც 20 კაცი ან 10 კაცი რო შეხედავს და შეაფასებს რაღაც დახურულ ჩვენებაზე ფილმს, ეგ არაფრის მანიშნებელი არა, ან მეორე ვარიანტი ისაა, რომ სარეკლამო კამპანია რა, კარგი შეფასებები რო ქონდეს და მთელი ამბავი, მაგრამ ნუ როგორი ამბავიცაა, როგორი განწყობაც არის ფილმში და ცოტა კუჯოს მაგვარი ისტორია ოღონდ პირიქით, ანუ ძაღლი აქ კარგი ტიპია და არა ცუდი და გოლდბერგია, მგონი რეჟისორ ბენ გოლდბერგი თუ არ მეშლება, აქ დაიწერება ყოველ შემთხვევაში. მოლოდინი მოქვს, რომ მაგარი რაღაცა იქნება რა. და ამ 2000 ჯერ ტოპს არ ვაკეთებ ჯერჯერობით წლის ფილმების, იმიტომ რომ ნუ რაღაც რელიზები ჯერ არ გამოსულა რა და ამიტომ ჯერ ბოლომდე არ მინდა ნახევარი წლის ტოპების კეთება, მაგრამ ეზარება რა და გონია რომ აი Good Boy, აქვე ვიტყვი რომ გონია რომ Good Boy წლის ტოპ 10 ფილმში აუცილებლად შევა. ესაა ჩემი მოსაზრება. ხო, გითხარით რომ ბეტმენის მეორე ნაწილის გადაღებები უნდა დაიწყონ ესე 2026 წლის გაზაფხულზე და 2027-ში გამოვა ფილმი. მაგრამ უკვე დადის ჭორები, რომ ამ ფილმს ცოტა წყალი შეუდგა. იმ გაგებით, რომ გრეგ ფრეიზერი, რომელიც პირველი ბეტმენის ოპერატორია და ასევე დიუნას ოპერატორია, ორივე დიუნას, აღარ იმუშავებს ბეტმენ 2-ზე, იმიტომ რომ ამ დროს ის მუშაობს სემ მენდესის ბიტლზების ფილმზე, რომელიც არის 4 სერიანი ფილმი, ანუ 4 ფილმი გამოვა, თალცალკე პროსტა ერთი, ანუ ბიტლზებზე რა. ეგ ძალიან დიდი მინუსი იქნება ამ ფილმისთვის, იმიტომ რომ რეალურად პირველი ბეტმენის ყველაზე დიდი ღირსება არის ეგ ოპერატორული ნამუშევარი. რა თქმა უნდა, შვენიერი რეჟისურა აქვს და პატინსონის და კრავიცის ძალიან კარგები არიან და ნუ ცოტა ბანძი, მე ვიტყოდი, არც ისე ძლიერი სცენარი აქვს, მაგრამ ნუ არა უშავს. ფილმი მაინც შვენიერია, მე აი ძალიან მომწონს ეგ ფილმი, მაშინაც როცა ვუყურე, მე კიდე ხელახლა ვუყურე და აი ძალიან მაგარია და ზოგადად გოთემის და ბეტმენის აი ეგ ატმოსფერო ჩემთვის ყველაზე მომხიბლელია. რომ აი ცოტა ნუარი, ოღონდ არა თრილერის ამბავში ნუარი, არამედ ცოტა არტ ნუარის ამბავში რა. ხო და გრეგ ფრეიზერის გარეშე მეორე ბეტმენი ვინ უნდა ითავოს ეგ საქმე? მეორე ბეტმენის ისე გადაღება, რომ აი პირველის ხელწერა შეინარჩუნონ, ძალიან რთული იქნება, ამიტომ ვნახოთ რა მოხდება. პრინციპში ეგ ჭორია ხა დაზუსტებული არ არის და ეგრე არავინ არ აზუსტებს, რომ აი ეს ნახდად არ იმუშავებს, არ ამობენ ხოლმე, სანამ შემცვლელს არ ნახავენ, მანამდე არ გააჟღერებენ, ცხადია. და ვნახოთ რა იქნება, ვნახოთ რა გამოვა და ვნახოთ ეს ამბავი ჭორია თუ არა. ედვარდ ბერგერი დაგვამახსოვრდა წინა წელს იმით, რომ ფაქტიურად გადაარჩინა 2024 წელი კინოს ამბავში. იმიტომ რომ კონკლავი გადაიღო. ანუ კონკლავი იყო შარშან ყველაზე საინტერესო ფილმი, ანუ მე გულისხმობ ცნობილი ფილმებიდან, არა ცნობილებიდან, ეხლა წმინდა ლეღვის თესლი შვენიერი ფილმი იყო, მე კიდე ის ბრაზილიური We Live Here, მე მგონი ეგრე ერქვა. ორივე შვენიერი ფილმი იყო, მაგრამ ნუ მეინსტრიმ კინო არ ყოფილა ეგ. და მეინსტრიმ კინო იყო ძალიან ცუდ მდგომარეობაში, ნუ ანორა იყო და всё და აი კონკლავი, როცა გამოჩნდა რალფ ფაინესით და ქალის სახელი აუმივარდა თავიდან ლინჩის ყოფილით როლებში. ძალიან კარგი იყო რა, ძალიან ინტელექტუალური, ძალიან თანამედროვე, ძალიან მაგარი ოპერატორული ნამუშევარი, სამსახიობო ცხადია. მოკლედ გადაარჩინა იმ დროს 2024 წელი და 2022-შიც ედვარდ ბერგერს მაგარი ნამუშევარი აქვს. დასავლეთის ფრონტი უცვლელია რემარკის წიგნის ადაპტაცია, შვენიერი ნამუშევარი. ომზე ფილმებს ზოგადად იშვიათად იღებენ, ახლა მით უმეტეს, რაღაც აღარა ეგ ტრენდი რა, 2010-იანებში უფრო იყო მაგალითად და 2020 წელს უკაცრავად 2020 წელს გადაღებული ფილმიდან მე საერთოდ არ მახსენდება ომზე რომელია რა. ახლა ინშერინის ბანჩიები რაღაც მხრივ არის ომზე, კი, მაგრამ სხვა რაღაც გულისხმობ, მეგობრებო, ჟანრს, აი ომის ფილმი. ძალიან ცოტა
საერთოდ არ არის ალბათ მეინსტრიმულ კინოში მე არ მახსენდება და ეგ არის All Quiet on the Western Front ჩვენიერი ნამუშევარია და ეხა იღებს ესე იგი ახალ ფილმს ამის თქმა დამავიწყდა კოლინ ფარელი თავარ როლში ტყუილად არ ვახსენე ინიშენის ბანშიები ესე იგი ეს არის წაგიკითხავთ სინოფსის ფილმს ქვია პატარა მოთამაშის ბალადა და სინოფსისი არის ასეთი როცა მისი წარსული და მისი ვალები კარსაა მომდგარი მაკაუში გაქცეული ყომარბაზი შეხვდება ნათესაურ სულს ეს ყომარბაზი ჩემი ნათარგმნია გემბლერია ის რომელსაც როგორც ჩანს აქვს მისი ხსნისთვის განკუთვნილი გასაღები. გასაგებია ხო, ვიღაცა ყომარბაზე, რაღაც ვალები აქვს, რაღაც სოდვები აქვს და მე მოუწევს გაქცევა და იქ ვიღაცას ნახავს და ნუ რაღაც ეგეთი თრილერი, კრიმინალური თრილერის ამბავში შეიძლება რაღაც ცოტა კომედიურიც იყოს. და ვნახოთ რა იქნება. ამ ხელშესავალი იმიტომ გავაკეთე, რომ სინოფსისი არაფერს არ გვეუბნება, მაგრამ ის გვეუბნება, რომ კოლინ ფარელია მთავარ როლში და რეჟისორი არის, როგორც უკვე გითხარით, ადამიანი, რომელმაც 2024 წელი გადაარჩინა ფაქტობრივად კინოს ამბავში, ედვარდ ბერგერი. გავაგრძელეთ. 19 სექტემბერს ვენეციის კინოფესტივალზე, სადაც მოკვდავი ადამიანები არ მოხვდებით, გამოვა დოკუმენტური ფილმი მეგადოკი. რომელიც იქნება ფრენსის ფორდ კოპოლას ბოლო ფილმის შექმნაზე, მეგალოპოლისზე. მეგალოპოლისი არის ცუდი ფილმი, რა თქმა უნდა, რა ცუდი ფილმია რა უბრალოდ. ძალიან აჯაფსანდალი და გაურკვეველი და არეულ და აშკარად სუმბურულად გადაღებული და უცნაური კასტი რა, ობრი პლაზან, ადამ დრაივერი რატო ყავთ ყველა სამოჩემებული. ადამ დრაივერი არის მსახიობი, რომელსაც საერთოდ არ მაქვს პრეტენზია, როცა ერთი მსახიობი ჩანს ყველგან, იმიტომ რომ კინო ეგრე მუშაობს რა. სახეობადი სახე როცა ხარ, ყველგან ჩანხარ რა, გასაგები. მაგრამ ადამ დრაივერის ფენომენი ჩემთვის უცნაურია. ადამ დრაივერი, არ ვაკნინებ მის სამსახიობო უნარებს ისე ძალიან. რა თქმა უნდა, Marriage Story-ში და ჯარმუშთან იმ ფილმში პატერსონში შესანიშნავია, მაგრამ კომერციულ კინოში რატო ცოტა მობლოკბასტერო ფილმებში და ცოტა ფილმებს რომელსაც აქვს რაღაც დიდ ბიუჯეტ, დიდ box office პრეტენზია, მან როგორ და რატომ ის Star Wars-ში რა უნდა ეხლა. ჩემთვის Kylo Ren-ს თამაშობს, თუ არ მეშლება, თუ Kylo Ren-ი მეორეა, Daisy Ridley-ვისაც თამაშობს. მაგაში ახლა ცოტა ქვიშას შევდივარ. და შევესწრები გამოვიდე. ხა დაუბრუნდეთ მეგალოპოლისს და ადამ დრაივერს. ადამ დრაივერი ნორ მსახიობი, ბაზარი არ მედავებოდით არავინ, მაგრამ არ მინდა მაგ დიალოგში შესვლა. და მეგალოპოლისი არის ფილმი, რომლის გადაღებაც კოპოლას უნდა 80-იანებში და ვერ გადაიღო, იმიტომ რომ არავინ არ ენდო 80-იანების ბოლოს. კოპოლა უკვე იყო რეჟისორი, რომელიც კარგ ფილმებს ვეღარ იღებს, ეგრე ამბობდნენ. ანუ Outsiders-ი აქვს, Cotton Club-ი აქვს და Rumblefish. ეს ფილმები, რომელიც სამივე წარუმატებელი ფილმია რეალურად რა და სტუდიები აღარ ანდობენ, რაღაც დიდ ბიუჯეტს აღარ ანდობენ და ეს ფილმი მეგალოპოლის ახლა რომ თუ გაქვთ ნახე, იცით რომ დიდ ბიუჯეტიანი ფილმია რა და მაშინ ხო უნდა გადაღება. ვერ გადაიღო. მე ესე 2000-იანებში უნდა 2001-ში. მოხდა 9/11 ვერ გადაიღო. არ ეცალა არავის მაგისთვის და არც უნდა არავის მაგის ეგეთი ფილმის ფინანსირება. ამის მერე კოპოლას გაახსენდა, რომ იტალიელია, გაახსენდა, რომ სიცილიაზე რაღაცები ეკუთვნის, თუ არა, თუ აღარ მახსოვს. ყოველ შემთხვევაში აპენინის ნახევარკუნძულზე რა ჩექმაზე. რაღაც მიწები აქვს მის საგვარეულოს და იწყო ესე იგი მეღვინეობა, ააშენა თავის ფერმა, სადაც ესე იგი მოყავს ყურძენი და იშავა მილიონები ამ ბიზნესზე, ღვინის ბიზნესზე. დახარჯა ამ ფილმში 120 მილიონი მისი პირადი ბიუჯეტი. და გადაიღო ფილმი და ამ 120 მილიონიდან დაკარგა სადღაც 100 მილიონი რა, 100 მილიონზე მეტი. იმიტომ რომ 120 მილიონიანი ბიუჯეტი და box office იყო 14 მილიონი. ხო ხვდებით რა მხელა კრახია რა და მე ვფიქრობ რა დიდ რეჟისორი როცა ხარ, ეგრე უნდა ეგეთ კრახს უნდა განიცდო. სხვა ვარიანტი არ გაკანო. შენ რაღაცა იდეა გაქვს, რომელიც დიდი ხანია გინდა რომ გააკეთო, შეასრულო. შენ აგროვებ ფულს ამისთვის, შენ ფულს შადებ და მართლაც ფილმი არის დიდ იდეებზე რა და დიდ აზრებზე, უბრალოდ წარუმატებელი ფილმია. რაღაც ცდილობს რომ რაღაც ცოტა უფრო გრანდიოზულ და მეტა ნარატივებზე გავიდეს, მაგრამ არ გამოდის. იმას რომ დაუბრუნდეთ, დიდი რეჟისორი როცა ხარ, ეგეთ კრახს უნდა ეგეთი კრახი უნდა დაგემართოს აუცილებლად რა, თუ კრახი გემართება, ეგ უნდა დაგემართოს. და არა ისე რომ შენ უბრალოდ ყველას ფეხებზე კიდიხარ რა, ეგ უარესი. ჯობია
გადაიღო ცუდი ფილმი, რაზეც ყველა ილაპარაკებს, ვიდრე გადაიღო ცუდი ფილმი, რაზეც არავინ არ ილაპარაკებს. ეგ არის აქსიომა. და მეგალოპოლისი თავის მხრივ. მე არ მგონია, რომ ეს არის ის ფილმი, რომელიც გავა 10 წელი და მასზე ყველა ისაუბრებს კარგი გაგებით. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს არის ფილმი, რომელსაც ჩვენ დაუბრუნდებით, აი კინომოყვარულები წლების მერე დაუბრუნდებით და გადავაფასებთ. არ ვიტყვით, რა თქმა უნდა, რომ ეს სინამდვილეში შედევრია და ჩვენ ცუდი გვეგონა, ამას ალბათ არ ვიტყვით, მაგრამ რაღაც ახალ აზრებს და ახალ საინტერესო ვიზუალურ ხერხებს მასში დავინახოთ. მე ეგრე მგონი. ეგეთი აზრის ვარ და ვნახოთ ახლა ის მეგადოკი უცბად გამახსენდა ვერნერ ჰერცოგის ფიცგარალდო და დოკუმენტური ფილმი ამ ფილმის შექმნის ისტორიაზე, სადაც ესე იგი გემი უნდა გადაიტანონ ერთი მდინარიდან მეორეზე და პრობლემა ისაა, რომ უნდა გადაიტანონ თლიან მიწაზე რა, ხმელეთით უნდა გადაიტანონ ეს გემი და არანაირი მოწყობილობები არ აქვს, თოკი აქვს უბრალოდ ხეები რა და ამით გადააქვს და მართლა გადააქვს, ანუ ფილმში ხო აქვს სიუჟეტი. იმიტომ რომ ჩანჩქერია თუ რაღაც და გემი ვერ გადის ასე და ამ გემზე არის ოპერა და მთავარ გმირს მუღამი აქვს რომ აი გემზე დადგას ოპერა თუ რაღაც ესეთი ამბავია რა და კლაუს კინსკი თამაშობს და ხო უნდა გადაიტანონ ესე იგი ჩანჩქერზე ჩანჩქერი ხო ხელს უშლის და ამიტომ ხმელეთზე გადაიტანენ და მართლა ანუ მართლა აბორიგენებთან ერთად სამხრეთ ამერიკაში ხდება მოქმედება და სიუჟეტში ხო გადააქვთ და რეალურ ცხოვრებაშიც თიდად დამატებითი ინსტრუმენტების და დამატებითი დიდი მოწყობილობების გარეშე მართლა გადააქვთ ეგ გემი და ამაზეა ისტორია. ფილმის ისტორიას და დოკუმენტური კინოს ისტორიას და მე რა გაუსაძლესი იყო რა თქმა უნდა ცხოვრება ევროპელებისთვის უცბად გადაისროლე მთელი გადამღები ჯგუფი სამხრეთ ამერიკის ამაზონურ სიტუაციაში და რა თქმა უნდა რთული იქნება რა და მაგაზეა დოკუმენტური და ალბათ დაახლოებით ეგეთი განწყობის ისტორია იქნება მეგალოპოლისის შექმნის ისტორიაც. მე ეგრე ვფიქრობ. შემდეგ Blade Runner-ის სერიალი გამოდის, წელს ალბათ არ გამოვა. Cast-ი არის არც თუ ისე შტამბეჭდავი, ჩემი მოგზალებული აზრით. Hunter Schafer-ი და Michelle Yeoh. Hunter Schafer-ი ვინც არის იცით, ეს არის სუსტი გოგო Euphoria-დან. Zendaya და მეორე, ქერათმიანი გოგო როა. და Michelle Yeoh არის Everything Everywhere All at Once-ის და Crouching Dragon and Hiding Tiger-ის თავარი მსახიობი და მშვენიერი მსახიობი, რასაც ვერ ვიტყვი Hunter Schafer-ს. Hunter Schafer-ი ძალიან მოუხდება Blade Runner-ის სამყაროს, იმიტომ რომ რა ტიპიცაა რა, ტრანსექსუალია, პატარა რო იყო მაშინ გაიკეთა ოპერაცია 11-ის თუ 12-ის და ეს როგორც ტიპაჟი ძალიან უხდება რა, ეს თვითონ როგორც მოცემულობა, როგორც ასეთი, ძალიან უხდება Blade Runner-ის სამყაროს. მაგრამ როგორც მსახიობი, ნახოთ როგორ გაკაჩავს რა და Ridley Scott-ი უდგას ამ ყველაფერს სათავეში, მაგრამ ახლა Ridley Scott-ი არ არის სანდოკაცი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი არ აქვს კარგი რეპუტაცია, ანუ სულ ხარისხს ვერდებს რა. დიდი ხანია უკვე. და სხვადასხვა Blade Runner-ი იყო მისი მეორე ფილმი. ანუ მისი პირველი ფილმი იყო დუელიანტები და Blade Runner-ი იყო მისი მეორე ფილმი. წარმოიდგინეთ, უბრალოდ Blade Runner-ი როა შენი მეორე ფილმი და მესამე ფილმი როა უცხო. და მეოთხე მგონი იყო Thelma and Louise თუ არ მეშლება. Thelma and Louise. აი ეგეთი მიყოლებით რო გაქვს ფილმები წარმოიდგინე მერე და მერე უკვე მოუკლო და ბოლოს გადაიღო რავი გუჩის სახლი და ხო ნაპოლეონი საშინელება უბრალოდ და მოკლედ ეს ფილმი ესე იგი ეს სერიალი უბრალოდ გამოვა კასტი ნორმ დიდი მოლოდინები არ მაქვს განსაკუთრებით რაღაც გამოჩენილი ხალხი არ მონაწილეობს შექმნაში და ვნახოთ რა იქნება დღეისთვის ბოლო ამბავი არის ის რომ Shyamalan ახალ ფილმს იღებს, რომელიც გამოვა შემდეგ წელს. ამ ფილმს იღებს Nicholas Sparks-თან ერთად. ამ სახელებს ყველაფერს აგიხსნით, თუ არ იცით ვინ არის, არ არის პრობლემა. და ფილმს ქვია Remain, რომელიც არის სუპერ ზებუნებრივი ჰორორის ისტორია და ეხლა წაგიკითხავთ სინოფსის, რომელიც ChatGPT-მ მითარგმნა, იმიტომ რომ მე ზარმაცი არ არავარ. ესე იგი სინოფსისი ნიუ-იორკელი არქიტექტორი ტეიტ დონოვანი კეიპ კოდში მიემგზავრება, რათა თავისი საუკეთესო მეგობრისთვის ზაფხულის სახლი დააპროექტოს და ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყოს. მწვავე დეპრესიის მკურნალობის შემდეგ. ჯერ კიდევ დამძიმებული თავისით ის სიკვდილით ის შეხვდება რენს, ახალგაზრდა ქალს, რომელიც არღვევს მის ფრთხილად დაალაგებულ სამყაროს. სახელებს აგიხსნით ახლა. Shyamalan არის რეჟისორი ფილმებისა. ნიშნები მელ გიბსონი და ხოაკინ ფენიქსი რო თამაშობს უცხო პლანეტელებზე რო ნიშნებს რო ტოვებენ ველებს. მეექვსე გრძნობა
უმშვენიერესი ფილმი რა თქმა უნდა და ჩემი საყვარელი ბევრი ფილმი აქვს გადაღებული, მაგრამ ამ სამს გამოვარშევდი რა და მესამე ფილმი არის Village. სადაც ასევე Joaquin Phoenix-ი და Bryce Dallas Howard-ი თამაშობენ. ეს Village არის ესე იგი, როგორც მივხვდით ალბათ სოფელზე, სადაც რაღაც საშინელებები ხდება და სადაც იციან, რომ გასვლა სოფლიდან გასვლა არის აკრძალული და რაღაც მისტიური მოვლენები ხდება ამ სოფელში და ცოტა Lovecraft-ისეული სიუჟეტია და Lovecraft-ისეული ატმოსფეროა და ძალიან ესთეტიკური და სულ წითელი ფერებია და მოკლედ ძალიან მაგარი ფილმია. არის ესე იგი ეს ფილმი ასე ვთქვათ, ცოტა თანამედროვე საზოგადოების კრიტიკა, მე ვიტყოდი და ძალიან საინტერესოა. აუცილებლად გირჩევთ უყუროთ. მე 6 ეგზნობა ყველას გექნება თანახი ალბათ. ბრიუს უილისი რო თამაშობს რა და მაგის რჩევას აზრი არ აქვს და ნიშნები შვენიერი ფილმია, მაგრამ ნუ დიდი არაფერი და ეს Village დაახლოებით იგივე იდეაზეა დაფუძნებული რაც ნიშნები, მაგრამ ბევრად უფრო ინტელექტუალური და ბევრად უფრო გაშინაარსებული და საინტერესო მხატვრული გადაწყვეტითაა წარმოდგენილი. აქ ფილმს გირჩევთ უყუროთ და აქ ესე იგი ჯეიკ ჯილენჰოლი თამაშობს თავარ როლს. რო ვთქვა რომ საინტერესო სინოფსისია ვერ გეტყვით, ეს ამბავი მარტო იმიტომ მოვათრიე რომ შამალანზე გელაპარაკო და ნიკოლას სპარქსი ახლა არის რაღაც დებილური რომანტიკული ისტორიების ავტორი, ყველაზე ცნობილი არის ესე იგი ნოუთბუქი, უბის წიგნაკი ქვია ქართულად. რაიან გოსლინგი და რეიჩელ მაკადამსი რო თამაშ გეცოდინებათ უეჭველი აი პროსტა ბებრები რო არიან და ნუ კაროჩე და მე ახალგაზრდებიც რო არიან და ეს პარალელური ისტორიები როა და მოკლედ აღარ დაგისპოილერებთ. ეს ამბები. ახლა გადავიდეთ შემდეგ რუბრიკაზე. ეს რუბრიკა არის რას ვუყუროთ კინოში. კინოში წასვლა თუ გინდათ, 3 ვარიანტი აქვს დღეისთვის, სადაც შეგიძლიათ წახვიდეთ. პირველი ეს არის ის, რომ თუ ხართ თბილისში და თუ გინდათ დიდ ეკრანზე უყუროთ ნოლანის ტრილოგიას, პირველ რიგში თუ გიყვართ ნოლანის ტრილოგია, ბეტმენს გულისხმობ. სხვა ტრილოგია პრინციპში არც აქვს. აი ბეტმენის ყურება თუ გინდათ დიდ ეკრანზე, წადით კავია East Point-ში, აჩვენებენ მან და ძალიან დიდი სიამოვნება გელიწე, მით უმეტეს თუ არ გაქვთ ნანახი, თუ ცოტა პატარები ხართ და ეგ ფილმი არ გაქვთ ნანახი, პირველ რიგში რა თქმა უნდა ჯობს დიდ ეკრანზე უყუროთ. ჩემთვის მაგ ტრილოგიაში და ბანალური ვიქნები და მეორე ნაწილია ყველაზე მაგარი, იმიტომ რომ არა მხოლოდ იმიტომ რომ ჰით ლეჯერის ჯოკერია მან და არამედ იმიტომ რომ Two-Face ძალიან საინტერესო პერსონაჟია. და ნუ ბეტმენი ახლა სამივეში პრინციპში ყველაზე სუსტ ნაწილად ითვლება მესამე ნაწილი. მაგრამ მე ვერ ვიტყოდი რომ მესამე ნაწილი ეგეც სუსტია. პირველი ნაწილი ჩემთვის პირადად უფრო ნაკლებად ჩთამბეჭდავია ვიდრე მესამე. მესამე მე ძალიან მიყვარს. იმიტომ რომ იქ ბეინის და ბეტმენის შხუბია და ძალიან მაგარია მოკლედ. ეს ტრილოგია არის ერთი კვირის განმავლობაში იქნება კინოთეატრებში და აუცილებლად წადით, აუცილებლად ნახეთ. შემდეგ რასაც უნდა უყუროთ ახალი რელიზი რაც არის პრემიერა. ესე იგი 28 აგვისტოს დარენ არანოვსკის ახალი ფილმი გამოდის. ესე იგი ფილმი ქართულად თარგმნეს როგორც ქურდობაში ეჭმიტანილი, ორიგინალში ქვია Caught Stealing. თამაშობენ ესე კასტი არის მშვენიერი. მეტ რივსი, ოსტინ ბატლერი, ზოი კრავიცი, ვინსენტ დონოფრიო და რეპერი ბედ ბანი. ესპანელი რეპერი. ნუ ესეთი რომელსაც მოიკიდა ფეხი კინოში, რამდენიმე სხვაგანაც მინახავს, თუ არ მინახავს. კი, სადღაც მინახავს, უბრალოდ არ მახსოვს სად. ფილმი საინტერესო ჩანს, არონოვსკი არ არის რეჟისორი, რომელიც სულ კარგ მასალას გვაწვდის და სულ გვაუცეს, მაგრამ სამაგერით რეჟისორია, რომლის ფილმი გასამაზი არაა, როგორც ასეთი, იმიტომ რომ სულ საინტერესოა, ნუ ახლა რას იზამს რა და მისი ბოლო ფილმი Whale. ვერ ვიტყოდი რომ ყველას წარმოსადეგი ნამუშევარი არ არის ეგრე, მაგრამ საინტერესო ფილმია და ღირს ყურება და პრინციპში არონოვსკის ყველა ფილმზე შეგვიძლია ეგ ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ მე მისი დიდი თაყვანისმცემელი არა ვარ. და ეს Caught Stealing გამოდის 28 აგვისტოს, დღეს არის 26, ესე იგი 2 დღეში გამოდის. ნახოთ როგორი იქნება რა და სიუჟეტი არის ის, რომ ესე იგი კალათბურთელი მიატოვებს თავის კარიერას თუ რაღაც ასეთი და წავა კრიმინალურ სამყაროში. დიდი არაფერი სინოფსისი არ არის, მაგრამ ნუ ნახოთ როგორ მიუდგება ამ სტორის დარენ არანოვსკი. და შემდეგი პრემიერა და ბოლო დღეისთვის ეს არის ისევ და ისევ 28 აგვისტოს გამოდის ბენედიქტ კამბერბეჩი და ოლივია კოლმანით თავარ როლში როუზის წინააღმდეგ. ეს არის ესე იგი თავიდან მეგონა რომ რომკომია, მე წავიკითხე და არ არის რომკომი, არის რაღაც სატირა, შავი კომედიის ამბავი და საინტერესო რა არის.
ფილმს იღებს რეჟისორი ჯეი როუჩი, რომელიც არის Meet the Parents-ის რეჟისორი, ვინც არის ეს Ben Stiller-ო თამაშობს Fokers, De Niro და იმ ქალის სახელი დამავიწყდა და მე ჯესიკა ალბათ იჩითება სიკველებში. და მოკლედ შვენიერი კომედია, ანუ აბსოლუტური ხადაობა, რო ვერ გაჩერდები სიცილით ისეთი ფილმი და სცენარისტის სახელი და ტონი მაკნამარა არის ტიპი, რომელმაც დაწერა Poor Things-ის სცენარი. ანუ წარმოიდგინეთ Poor Things-ი როგორი ფილმია, ხო? რას ხვანაი, ანუ საერთოდ არ შუაში არა Meet the Parents-თან, ხო და ამ ორი ტიპის კოლაბორაცია საინტერესოა რა შედეგს მივიღებთ ამისგან. იმიტომ რომ Poor Things-ში არის სატირული ელემენტები, მაგრამ Meet the Parents-ში რამე art house ელემენტები და რაღაც ცოტა მეტნაკლებად სიტყვა მინდა ვიპოვო. ინტელექტუალური მიდგომის ნასახი არ არის ამ ფილმში. და ამათი კოლაბორაცია რაღაც საინტერესო შედეგს გამოიტანს, მე დარწმუნებული ვარ და ამიტომ 28 აგვისტოს არ არის გასამაზი ეს ფილმი როუზის წინააღმდეგ. მოკლედ დღეისთვის სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ ვიდეო, აუცილებლად არ დაგეზაროთ და აუცილებლად გამოიწერეთ, ეს ძალიან ჭირდება. დაწერეთ თუ როგორ მოგწონთ ახალი სტუდია, რა რჩევებს მომცემდით, როგორ შეიძლება უფრო გავაფორმო, რავი, ანუ რასაც ფიქრობთ ყველაფერი დაწერეთ კომენტარებში, მაგით ძალიან მნიშვნელოვანი და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ლაიქები. იმიტომ რომ ალგორითმი უყურებს ლაიქებს და უყურებს average views, ანუ თქვენ რო დიდხანს უყურებთ ვიდეოს, ეს ჩემთვის არის ძალიან დიდი მოგება ჩემთვის, იმიტომ რომ ეს ალგორითმისთვის ნიშნავს იმას, რომ ვიდეო საინტერესოა და ესე იგი სხვებსაც უნდა ურჩიოს. და ამიტომ აუცილებლად ისქენით, რა ქვია, დაალაიქეთ და დიდხანს უყურეთ ამ ვიდეოს თუ შეიძლება. ტაიმკოდები ყველაფერი იქნება, რაც თქვენთვის საინტერესოა, ის შეგეძლიათ მარტო იმ ნაწილებს უყუროთ, არ არის არანაირი პრობლემა და პრინციპში დაგემშვიდობებით. რაიმე აზრი გაქვთ, რამეში არ მეთანხმებით, რაც გონია რომ აბსურდია, მაგრამ მაინც თუ არ მეთანხმებით, დაწერეთ და მე დაგემშვიდობებით. კარგად.